ამ საკითხებში კითხვები დასმულია გზაჯვარედინების გავლის შესახებ. იმედია, საფუძვლიანად შეისწავლეთ ეს თემა, აქედან გამომდინარე ვეყრდნობი რა თქვენს ცოდნას. შემოვიფარგლები მოკლე განმარტებებით. მაშინ ასე თქვენ განიზრახეთ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევა. ვალდებული ხართ თუ არა გზა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს. აქ როგორც ხედავთ, მოძრაობას გზაჯვარედინზე არეგულირებს შუქნიშნები. ორივენი იმყოფებიან თანაბარ გზებზე და ჩვენ ვიცით, რომ ურთიერთშემხვედრიდან პირველი მიდის ის, ვინც მოძრაობს პირდაპირ ან მარჯვნივ. ამიტომ ვინაიდან ჩვენ მარცხნივ მოძრაობთ, ხოლო შემხვედრი მარჯვნივ, კითხვიდან გამომდინარე, სწორი პასუხი იქნება გზა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს. დიახ, ჩვენ გზა უნდა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს. პირველი. გზაჯვარედინზე უხვევთ მარჯვნივ. ვალდებული ხართ თუ არა გზა დაუთმოთ ავტობუსს. დიახ, ვინაიდან აქ გვაქვს შუქნიშანი დამატებითი სექციით და წითელთან ერთად ჩართულია მწვანე დამატებითი სექცია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად მეორე ხარისხოვან გზაზე. აი ავტობუსისთვის კი ხედავთ, რომ ჩართულია ძირითადი მწვანე სექცია. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ ჩვენ დაუთმოთ გზა. დიახ. ვინაიდან პირდაპირ მოძრაობთ, უპირატესობა გაგვაჩნია ჩვენ სატვირთოს მიმართ, მაგრამ გზა უნდა დაუთმოთ ოპერატიულ მანქანას. და აქ სწორი პასუხია დავუთმოთ გზა მხოლოდ ოპერატიულ მანქანას. მესამე. მარცხნივ უხვევთ, რეგულირებული გზაჯვარედინია, ეს საგზაო ნიშანი არაფერ შუაშია. ვინაიდან მარცხნივ უხვევთ, გზა უნდა დაუთმოთ მოტოციკლსაც და ოპერატიულ ტრანსპორტსაც, ანუ გზას უთმევთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას. თქვენ უხვევთ გზაჯვარედინზე მარცხნივ, როგორ უნდა იმოქმედოთ მოცემულ სიტუაციაში. დაუთმე გზა. არაფერ შუაშია, ვინაიდან შუქნიშნებია ჩართული. ამისთვის წითელია ჩართული, როგორც ჩანს. ამიტომ გზას უთმობთ ავტობუსს, მხოლოდ ავტობუსს. ვინაიდან ჩვენ უხვევთ გზაჯვარედინზე მარცხნივ და სწორი პასუხია დაუთმოთ გზა ავტობუსს. სუბუქი ავტომობილის ღოლმა გზაჯვარედინზე როგორ უნდა მოbrunების დროს უნდა დაუთმოს თუ არა გზა ავტობუსს მოცემულ სიტუაციაში. არა, ვინაიდან აქ ძირითად სექციასთან ერთად დამატებითი მწვანე სექციაა ჩართული, ხოლო აქ ავტობუსისთვის თუ სუბუქი ავტომობილისთვის ეს უკაცრავად ავტობუსია, როგორც ჩანს, ავტობუსისთვის კი ჩართულია დამატებითი მწვანე სექცია, აქედან გამომდინარე ეს ამჟამად მეორე ხარისხოვან გზაზეა, აქედან გამომდინარე სუბუქი ავტომობილი გზას არ უთმობს. უნდა გავჩერდეთ აქ მონიშნის ამ ხაზებთან. ანუ სწორი პასუხია 2. არა, ვინაიდან ჩვენ მთავარ გზაზე მოძრაობთ, მას კი ლურჯი შუქურა არ აქვს ჩართული. ესე იგი სწორი პასუხია არ უნდა დაუთმოთ.
აქ გზა უნდა დავუთმოთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას, ვინაიდან ჩვენ საგზაო ნიშანი გვავალდებულებს ამას. აქაც ორივეს უნდა დავუთმოთ, ვინაიდან მითითებული საგზაო ნიშნებიდან მთავარი გზა ვრცელდება აი ასეთი მიმართულებით, ანუ ეს ორი ტრანსპორტი მოძრაობს მთავარ გზაზე. აქაც ორივეს უნდა დავუთმოთ, ვინაიდან აი ეს ორი ტრანსპორტი მთავარ გზაზე მოძრაობენ. სწორი პასუხია პირველი. აქ კი უნდა დავუთმოთ სამივეს, ამ ორს, იმიტომ რომ მთავარ გზაზეა, ამას იმიტომ რომ მას დავუთმე გზა არ აქვს, ჩვენ გვაქვს და ნიშანი გვავალდებულებს ამას. ანუ სწორი პასუხია მესამე. ორივეს, ვინაიდან ეს ორი ტრანსპორტი მთავარ გზაზე მოძრაობენ. მესამე იქნება აქ სწორი პასუხი. აქაც ორთავეს უნდა დავუთმოთ, ვინაიდან მთავარ გზაზე არიან, გვავალდებულებს ნიშანი ამას. მესამეა სწორი პასუხი. ასეთ სიტუაციაში ძღოლი უნდა გაჩერდეს საჭიროების შემთხვევაში ზდეკ ხაზთან. სწორი პასუხია მეორე. მარცხნივ ვაგრძელებ გზას. მთავარი გზა ვრცელდება მარცხნივ, ანუ ჩვენ მთავარ გზაზე ვიმყოფებით. რაც შეეხება ამ ორ სატრანსპორტო საშუალებას, ისინი მთავარ გზაზე არ არიან. ესე იგი, ჩვენ არც ერთს არ უნდა დავუთმოთ გზა და სწორი პასუხი იქნება მესამე. მოძრაობთ პირდაპირ. მთავარი გზაც ვრცელდება პირდაპირ. ამ შემთხვევაში ტრამვაი სარგებლობს უპირატესობით და უხვევს მარცხნივ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულნი ვართ გზა დავუთმოთ ტრამვაის. მთავარი გზა ვრცელდება მარჯვნივ, ამ ნიშნებიდან გამომდინარე. ესე იგი ჩვენ და აი ეს ტრანსპორტი მოძრაობს მთავარ გზაზე. ჩვენგან მარჯვნივაა დაბრკოლება და ჩვენ ვალდებულნი ვართ გზა დავუთმოთ მხოლოდ ამ ტრანსპორტს. ესე იგი სწორი პასუხი იქნება მხოლოდ სუბუქ ავტომობილს. დიახ, მობრუნების უფლება გვაქვს საჯვარედინზე. ვინაიდან ტრამვაი და ჩვენ მთავარ გზაზე ვართ, ვიმყოფებით. ამ შემთხვევაში გზა უნდა დავუთმოთ როგორც ტრამვაის და ასევე მსუბუქ ავტომობილის, ვინაიდან ისიც მთავარ გზაზე იმყოფება და ასრულებს მობრუნებას და სწორი პასუხი იქნება მესამე. მარჯვნივ უხვევთ. რეგულირებული გზაჯვარედინია. აქედან გამომდინარე, ურთიერთშემხვედრიდან პირველი მოძრაობს გზაჯვარედინზე ის, რომელიც მოძრაობს პირდაპირ მარჯვნივ. ანუ ჩვენ
არ უთმობთ გზას შემოხვედრ ტრანსპორტს და სწორი პასუხი იქნება არა. ჩვენ ვიმყოფებით მთავარ გზაზე და სატვირთოც იმყოფება მთავარ გზაზე. ვასრულებთ მობრუნებას, ამიტომ ვალდებულნი ვართ მარჯვენა მხრიდან გვაქვს დაბრკოლება სატვირთოს სახით და ვალდებული ვართ დავუთმოთ გზა სატვირთო ავტომობილს. მარცხნივ უნდა მოვუხვიოთ, ვიმყოფებით მთავარ გზაზე. ასევე ეს ტრანსპორტიც იმყოფება მთავარ გზაზე. მარჯვნიდან გაგვაჩნია დაბრკოლება ამ ტრანსპორტის სახით, ამიტომ უნდა დავუთმოთ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს და სწორი პასუხია პირველი. აქაც თითქმის იგივეა. გზა უნდა დავუთმოთ აი ამ სატრანსპორტო საშუალებას. ანუ აქ სწორი პასუხია მხოლოდ ავტობუსს. თქვენ აგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, ვის უნდა დავუთმოთ გზა. ყველას ვინაიდან ესენი მოძრაობენ მთავარ გზაზე, მოძრაობს უგაცრავად მთავარ გზაზე მოძრაობს ავტობუსი და მოტოციკლი და ამგენს უნდა დავუთმოთ გზა და ამასაც ვინაიდან მარჯვენა მხრიდან გვყავს დაბრკოლება და ასევე საგზაო ნიშანი გვავალდებულებს ამას. ანუ აქ სწორი პასუხია ყველა სატრანსპორტო საშუალებას. ვის უნდა დავუთმოთ გზა. მთავარ გზაზე მოძრაობთ ჩვენ და აი ეს ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე არავისაც არ უნდა დავუთმოთ გზა. ანუ სწორი პასუხია არც ერთ სატრანსპორტო საშუალებას. ჩვენ და მეორე ტრამვაი ვიმყოფებით მთავარ გზაზე. რაკი ტრამვაი უპირატესობით სარგებლობს, ამიტომ ჩვენ გზას უთმობთ მეორე ტრამვაის და ასევე ამ მსუბუქ ავტომობილის, ვინაიდან ჩვენგან მარჯვნივ მოძრაობენ. ანუ სწორი პასუხია მეორე ტრამვაის და მსუბუქ ავტომობილს. აქაც ამ სიტუაციაში დავუთმე გზა, მთავარ გზაზე არის მოტოციკლი და ავტობუსი, ეს განმეორებადი კითხვაა, ყველა სატრანსპორტო საშუალებას უნდა დავუთმოთ გზა. იგივე კითხვაა, რაც წინა ბილეთში განვიხილეთ. უხვევთ მარცხნივ. ამ შემთხვევაში დიახ, თუ არ შევქმნით დაბრკოლება სატვირთო ავტომობილს. ეს იქნება სწორი პასუხი. მთავარი გზა, მოძრაობთ მთავარ გზაზე ჩვენ და ავტობუსი. ჩვენ უხვევთ მარცხნივ ავტობუსის მიმართ, ჩვენ ვიყოფებით ავტობუსის ღრულის მიმართ მარჯვენა მხრიდან. ანუ ავტობუსმა უნდა დაგვითმოს გზა. კითხვიდან გამომდინარე,
არც ერთ სატრანსპორტო საშუალებას არ უთმობთ გზას. უნდა დაუთმოთ ვინაიდან ჩიხიდან გამომავალი გზის კვეთა განეხილება როგორც გზაჯვარედინი, აქედან გამომდინარე თანაბარი გზების კვეთა ჩვენ მარჯვენა მყავს დაბრკოლება და დიახ უნდა დაუთმოთ. ამ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის შემოდის, ჩვენ გავდივართ, მოტოციკლი გამოდის და მსუბუქი ამთავრებს. მოკლედ პასუხი ასეთია: მსუბუქი ავტომობილის გავლის შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა. თანმიმდევრობა კი ასე გაიშიფრება, შეგხვდებათ ასეთ სიტუაცია და მინდა მაინც იცოდეთ, რაკი ჩვენ პირდაპირ მივდივართ. ეს ტრანსპორტი ყავს მარჯვენა მხრიდან დაბრკოლების სახით, ამ ტრანსპორტს მარჯვენა მხრიდან ჯერჯერობით არ აყავს დაბრკოლება, შემოვა, შეიქმნება დაბრკოლება და გაჩერდება. ამასობაში ჩვენ გავივლით, შემდეგ მოტოციკლი გაივლის და შემდეგ ეს ტრანსპორტი დაასრულებს მოძრაობას. თანმიმდევრობა ასეთი იქნება. რაც შეეხება მოცემულ კითხვაზე პასუხი კი ასეთია: მსუბუქი ავტომობილის გავლის შემდეგ გავაგრძელოთ მოძრაობა. თქვენ აგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, ვალდებული ხართ თუ არა გზა დაუთმოთ მსუბუქ ავტომობილს? არა, ვინაიდან მის მარჯვნივ ვიმყოფებით. თანაბარი გზებია, მარჯვენა მყავს დაბრკოლება, დიახ, უნდა დაუთმოთ გზა. აქ თანაბარი გზებია, ტრამვაი სარგებლობს უპირატესობით და დიახ, ჩვენ გზა უნდა დაუთმოთ. ამ შემთხვევაში კი ჩვენ არ უნდა დაუთმოთ გზა და უნდა გავიაროთ საჯვარედინმაზე პირველმა. ვინაიდან ჩვენ ვართ ამ ტრანსპორტისთვის მარჯვენა დაბრკოლება. მარცხნივ უხვევთ, თანაბარი გზებია, დიახ. ამ შემთხვევაში ჩვენ გზას უთმობთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას. ტრამვაის იმიტომ რომ უპირატესობით სარგებლობს თანაბარ გზებზე, ამ სატრანსპორტო საშუალებას იმიტომ რომ ჩვენგან მარჯვნივ ყავს დაბრკოლება. სწორი პასუხი არის მეორე, დაუთმოთ გზა ორივე სატრანსპორტო საშუალებას. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა პირდაპირაც და მარჯვნივაც, ვინაიდან აქ წყვეტილი ხაზებია და მათი გადაკვეთის უფლება გვაქვს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ უნდა გავიაროთ საჯვარედინმა პირველმა და მოუხვიოთ მარჯვნივ, ვინაიდან თანაბარი გზებია და არ აქვს დაბრკოლება მარჯვენა მხრიდან. ამ შემთხვევაში კი თუ ჩვენ მობრუნებას ვაპირებთ, საჭიროა
გავიდეთ საჯვარედინზე, დაუთმოთ წითელ ავტომობილს და ამის შემდეგ დავასრულოთ მანევრი. ანუ შევიდეთ, დაუთმოთ და მერე დავასრულოთ მანევრი. თქვენ განზრახული გაქვთ, მოუხვიოთ გზაჯვარედინზე მარცხნივ, როგორ უნდა იმოქმედოთ მოცემულ სიტუაციაში. ჩვენ უხვევთ მარცხნივ, ის ტრანსპორტიც უხვევს მარცხნივ. ამ სიტუაციაში სატვირთოს ჩვენი სახით ყავს მარჯვენა მხრიდან დაბრკოლება. ანუ მან უნდა დაგვითმოს გზა. ესე იგი, კითხვიდან გამომდინარე პასუხი იქნება: გაიაროთ გზაჯვარედინი პირველმა. თქვენ განზრახული გაქვთ, მოუხვიოთ მარცხნივ, როგორ უნდა იმოქმედოთ მოცემულ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში უნდა გზა დაუთმოთ ორივე სატრანსპორტო საშუალებას. შეხვიდეთ გზაჯვარედინზე და გზა დაუთმოთ მოტოციკლს და დაასრულოთ მანევრი. უკაცრავად წინათ განხილულ მაგალითს შეგახსენებ. დიახ, ვინაიდან ჯერჯერობით ჩვენ მარჯვენა მხრიდან არ გვყავს დაბრკოლება, უნდა შევიდეთ გზაჯვარედინზე. ამ დროში ეს სატრანსპორტო საშუალება გაივლის, შემდეგ მოტოციკლი გააგრძელებს მოძრაობას და შემდეგ ჩვენ დავასრულებთ მარცხნივ მოხვევას. ანუ შეხვიდეთ გზაჯვარედინზე, გზა დაუთმოთ მოტოციკლს და დაასრულოთ მანევრი. აი ეს არის ამ კითხვის სწორი პასუხი. დიახ, ვინაიდან ჩვენ მარჯვენა მხრიდან გვყავს დაბრკოლება. სწორი პასუხია პირველი. თქვენ უნდა დაუთმოთ გზა ორივე სატრანსპორტო საშუალებას. სწორი პასუხია მეორე. აქ ორივე ზოლიდან შეგვიძლია შევიდეთ წრეულ მოძრაობაზე, ანუ სწორია, პასუხი სწორი იქნება მეორე. მოცემულ სიტუაციაში არ ჩართოს სწორად ამ ტრანსპორტმა მოხვევის მაჩვენებელი, ესე იგი არ ყოფს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. დიახ, ჩვენ ყველა მანევრის დაწყების წინ უნდა ჩავთოთ მოხვევის მაჩვენებელი. მხოლოდ ვინაიდან აქ მარჯვნივ მოხვევა გვეკრძალება ამგრძალავი ნიშნით.